ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტები დააფინანსა. სტუდენტების დაფინანსების პროგრამით, რომელსაც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, მიმდინარე წელს 34 სტუდენტი შეძლებს სწავლის გაგრძელებას. საუბარია 2016 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებზე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა ეხებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის ომამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა აღნიშნა, წელს შემუშავდა დაფინანსების წესი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ მოხვდნენ განათლების სამინისტროს პროგრამაში. ცოტნიაშვილის თქმით, ეს პროგრამა მომავალში გაგრძელდება. დღეს ვართ ბოლო ეტაპზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ინიციირებული პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებს დევნილი სტუდენტების დაფინანსებას. 34 განცხადება ჰქონდა შემოტანილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხა 22.500 ლარი თანაბრად ნაწილდება 34-ვე სტუდენტს. დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიება ჰქონდა ადმინისტრაციაში. სტუმრად ყავდა ის 34 სტუდენტი, რომელიც დაფინანსდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გავლით. მათი სწავლის ღირებულება და მიხმარება მათ ოჯახებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მათი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონიდან ბავშვებს ბევრი ბარიერი ხვდებათ წინ მათ ბევრი რამ უნდა გადალახონ ეს ომის შემდგომი თაობა ისე რომ მე მგონია რომ დღეს ძალიან თბილი და კარგი შეხვედრა იყო. მე ვარ პირველი კურსის სტუდენტი და დამაფინანსა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. მათ მომცეს ეს გვალი სტიმული, რათა ვისწავლო და ვასახელო როგორც ოჯახი, ასევე ჩემი ქვეყანა. მე ვარ საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და დამაფინანსა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ და ეს არის ჩემთვის ერთგვარი სტიმული იმისთვის, რომ უფრო და უფრო კარგი შედეგი დავდო და ვასახელო როგორც ჩემი ქვეყანა, ასევე ჩემი ოჯახი.